თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ საგამოძიებო უწყების მხრიდან ნატა ვიბლიანისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭება ნამდვილად არის სამართლებრივი ნონსენსი, რადგან საგამოძიებო უწყებამ 35 წლის შემდგომ ქალს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში უმძიმეს ისტორიებს ყვებოდა, დაადგინა, რომ ის ნამდვილად არის დაზარალებული და შესაბამისად ახლა ნატა ვიბლიანს, რომელიც იმყოფება ემიგრაციაში, აქვს უკვე ოფიციალურად დაზარალებული სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ მოყოლილი უმძიმესი ისტორიები ნამდვილად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად სახელმწიფო ბრალდების მიერ მისი მხრიდან მიცემული ყველა მტკიცებულება ადასტურებდა იმას, რომ ის ნამდვილად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. პირველებს კონფიდენციალური წყარო საგამოძიებო უწყებიდან უყვება, რომ სწორედ სექსუალური ძალადობის ნაწილში ცნო მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ნატა ვიბლიანი დაზარალებულად, შესაბამისად ახლა გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი ბრძოლა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელიც ნატა ვიბლიანს დასახელებული ყავს სექსუალურ შევიწროებაში და სხვადასხვა სახის ძალადობაში. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ ნატა ვიბლიანის უფლებადამცველს, ის ამბობს, რომ აუცილებლად უნდა დადგეს იმ ადამიანების შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებდნენ სექსუალურ ძალადობას ნატა ვიბლიანზე. თავად ვიბლიანი მედიასთან და საგამოძიებო უწყებასთან ყვებოდა იმას, რომ 9 წლის ასაკიდან ის იყო კონკრეტული ადამიანის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა ამას თავად ის ადამიანი არ ადასტურებდა, რომელსაც ნატა ვიბლიანი პირდაპირ ხელს ადებდა. უნდა ითქვას ისიც, რომ 35 წელი არის ფაქტობრივად გასული ამ უმძიმესი ისტორიისგან და მხოლოდ ერთადერთ ადამიანს ეხება ხანდაზმულობის ვადა, მხოლოდ ერთადერთ ადამიანზე არ არის ხანდაზმულობის ვადა ამოწურული, ეს არის სწორედ ის პირი, რომელსაც ნატა ვიბლიანი ადანაშაულებს სექსუალურ ძალადობაში და იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო ბრალდება მოიპოვებს შესაბამის მტკიცებულებებს ამ ადამიანს სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში ხელბორტილებს დაადებენ და შესაბამის პასუხისგებაში მისცემენ. ნატა ვიბლიანი ცნობილია დაზარალებულად, უკვე ოფიციალურად ცნო პროკურატურამ დაზარალებულად, ანუ სახელმწიფომ აღიარა, რომ ნატა ვიბლიანი ნამდვილად არის გაუპატიურების მსხვერპლი. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც დაახლოებით 35 წლის შემდეგ იწყება გამოძიება და მცირე დროში უკვე იდება შედეგი და სახელმწიფო აღიარებს, რომ ნამდვილად დანაშაულებრივი ფაქტი ან ფაქტები მოხდა ნატა ვიბლიანის მიმართ. რაც შეეხება პირის ან პირთა პასუხისგებაში მიცემას, პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ მხოლოდ ის ადამიანი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვის მიმართაც უთყუარად დამტკიცდება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული. მე პირადად ვიქნები წინააღმდეგი, რომ მტკიცებულების გარეშე ვინმე მიეცეს პასუხისგებაში. ეს არის ძალიან დიდი წარმატება, რომ 35 წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება და დაზარალებულად ცნეს კონკრეტული პიროვნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პასუხისგებაში აუცილებლად მიეცემა ის კონკრეტული პიროვნება, რომლის მიმართაც იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, რომლის მხრიდან ჩადენილი დანაშაული დადასტურდება უთყუარად ყოველგვარი ეჭვების და ვარაუდების გარეშე და თუ ვინმეს ხანდაზმულობა შეეხო, რა თქმა უნდა, ხანდაზმულობისგან გამომდინარე ვერ მოხდება პასუხისგებაში მიცემა, მაგრამ აქ აუცილებლად იმ დანაშაულს, რასაც ქვია სირეწლოვნის გაუპატიურება არაერთგზის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხანდაზმულობა არ ეხება. შესაბამისად, აუცილებლად დადგება საბოლოოდ შედეგი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება, ამას გვიდასტურებს ჩვენ ნატა ვიბლიანის უფლებადამცველი, რომელიც ამბობს, რომ ყველა პირი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, საგამოძიებო უწყებას უკვე ყავს გამოკითხული, მათ აქვთ შესაბამისი მტკიცებულებები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც წლების განმავლობაში ნატა ვიბლიანის მიმართ სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ. რას იმოქმედებს ახლა სახელმწიფო ბრალდება და როგორი იქნება თავად ნატა ვიბლიანის პოზიცია წარდგენილ სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით, ეს უკვე სავარაუდოდ რამდენიმე საათში გვეცოდინება, მას შემდეგ რაც დაზარალებული ქალი უკვე ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს.